თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. მომავლის ხმა ასე ეწოდება ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია 16-დან 40 წლამდე განისაზღვრა. 30 მონაწილიდან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაასახელეს. ფესტივალის მთავარი პრიზი გრან-პრი ორმა კონკურსანტმა მოიპოვა. მონაწილეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალის მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა, თბილისსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ვანო სარაჯიშვილის სახელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება. ძალიან საამაყოა, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის ამ პრემიას მოაბა კულტურის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კონსერვატორიამ თავი. ძალიან დიდი პროექტია ვანო სარაჯიშვილის უკტავსაყოფად იმისთვის, რომ ქართული საოპერო ხელოვნება ძალიან მაღალ თამასაზე ავიყვანოთ და ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ პროცესში. იმიტომ რომ მე მართლა ასე გულით ასე ვფიქრობ, როდესაც მსოფლიოში მოგზაურობ და ვინც არის მუსიკის მოყვარული, ყველა მიცის რომ ქართული ხმებით არის სავსე მსოფლიო. ქალაქ სიღნაღის გეოგრაფია, არქიტექტურა, ტრადიციები და მოსახლეობის ცხოვრების წესი ცხადყოფს იმას, რომ სწორედ ეს ქალაქი უნდა იყოს ფესტივალების ქალაქი. და დღევანდელი ფესტივალის ნათელი დასტურია იმის, რომ წლიდან წლამდე სიღნაღში იზრდება არა მხოლოდ ჩატარებული ფესტივალების რაოდენობა, არამედ იზრდება ხარისხიც. წლებია, რაც ჩვენ ამ იდეის გარშემო ასე ვთქვათ, გეგმავთ, რაღაც ღონისძიებებს გეგმავდით, ვატარებდით, მაგრამ საბოლოო ჯამში გასულ წელს საქართველოს კონსერვატორიასთან ერთად სიღნაღის მერიამ გააფორმა მემორანდუმი და ამ მემორანდუმის ფარგლებში გადაწყდა აი ესეთი ღონისძიების ჩატარება. ეს არის კონკურს ფესტივალი მოგეხსენებათ, მომავლის ხმა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აი ვანო სარაჯიშვილის მშობლიურ ქალაქში ამ ქალაქიდან წამოსულმა ინიციატივამ შექმნა ეს შესაძლებლობა, რომ მომავალი ვოკალისტები, აი ვინც დაინტერესებულია, ნიჭები აქვს ამისი, რომ ისინი იყვნენ კიდევ უფრო ახალისებულები, მოტივირებულები და გამარჯვებულები თავიანთ პროფესიაში და ცხოვრებაში. ეხლა გავიგე, რომ თურმე ყველაზე პატარა კონკურსანტი ყოფილვარ და ისეთ ადამიანებთან ერთად მოვხდი ამ ფინალისტაციაში, რომ ნამდვილად მოტივაცია მომცა, რომ უფრო უკეთესი და უკეთეს ნაბიჯები გადავდგა ჩემს ცხოვრებაში, კერძოდ ამ საქმეში.